დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. იყავით მოვლენების ეპიცენტრში. გაიგეთ რა ხდება ქვეყანაზე. იქნება გასაქცევა და გვაქვს საქმე. ყველა საათსა და 15 წუთში აქ. ზუგდიდი ტივის ეთერში. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს ეთერშია ყველაზე დუღარე ცხელი სკანდალური შოუ დუღარე შოუ. დღეს ძალიან სკანდალურ თემაზე ვსაუბრობთ. პირველად ტელემაყურებლებო მინდა გითხრათ დღეს ჩვენი თემა არის პრეზიდენტის არჩევნები. მოგესალმებით დუღარე თემა დუღს მთელს ქვეყანაში და ჩვენს გვერდს ვერ აულიდით რა თქმა უნდა. ვის აირჩევს ზერი? ვის აირჩევს საქართველო? მორი გადამრჩენელს თუ მორი გახსუებულს? ეს თქვენი გადაწყვეტილია ტელემაყურებლებო. მადლობ. საქართველო რომელი გირჩევნია? ევროკავშირი და ნატო თუ რუსეთი და კაი ხვანტალი ეგოგოები. ეს შემოვა აირჩევა. ბატონო. ჩვენი გადაცევის სპონსორია მარგარინი პრემიერი. ნუ გეტყვით რომ ეს თავიდან კარაქი გვეკონა, მაგრამ მარგარინია აღმოჩნდა მე ბოლოსკენ. ასევე რა თქმა უნდა მარგარინი ჯადული, მომაჯადოვებელი გემოთი. მარგარინი რომელმაც დროს გაუძლო, მთავრობას გაუძლო და ახლაც წინასაარჩევნოდ გაიქონე თავი. კონდეს მარგარინი ჯადული ყველასო. დღეს როგორც გითხარით საუბრობთ პრეზიდენტის არჩევნებზე. ყავს უამრავი, ყავს ორი კანდიდატი ნაციონალებიდან და ოცნებიდან რა თქმა უნდა და მინდა მოვიწვიოთ ჩვენთან სტუდიებს. სტუდიო კანდიდატები თუ შეიძლება. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. რა ხდება? კაც რა ამბავია? პრეზიდენტობის კანდიდატები გვაქვს სულ ყველა. რაღაც ორი მოვიწვია გადაცემაში რა ბანაკანია ის ხო დაჯერე შენ მაგიძია დიდი მადლობა კარგად იყავ თქვენ მე რა დაგიწევთ შეიძლება არა პრობლემა აბა კარგად იყავ რა დაგვაგი რა რეგეს გიარა ცირა დაგეთე კარე ვერ მიდის მოე პრახა მოიდორი მაგარ გულა არის დიდი მადლობა რომ გამონახეთ რა და მომზადეთ ჩვენთან გადაცემაში ძირფასო პრეზიდენტობის კანდიდატებო და მინდა ოცნების რანაირად ზიხარ თქვენ უცრავად. იცით, მე ხო პლასტელინის კაცი ვარ და ვერ გები უბრალოდ. როგორღაც კამს. ალბათ იუმორი ახლაც ამ ცირა კონდიციონერი ჩანდა კანდიდატი არ დაგვიდგეს. ხო, მე თქვენთან დავიძრები პირველი კითხვით ბატონო. რა მაინტერესებს როია თქვენი გეგმები ამ წინასაარჩევნოდ რო გითხრათ თუ შეიძლება? გასაგებია, მოგახსენებთ. დიახ. ესე იგი, რა ხდება გეტყვით რა, პირდაპირ გეტყვით. მე თუ არ ამირჩევთ, ქვეყანაში იქნება სრული ქაოსი. ხალხი იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში რა. ძალიან გაურკვეველ შეჩენილდება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურების შენებლობა შეჩერდება. მე პირადად დამაწყდება ნერვები. გაწყობთ ეხლა ჩემი ნერვების წყო და კაცო გაწყობთ? არა ნამდვილად ვისაწყობს ნამდვილად თქვენი საარჩევნო გეგმები როგორია ნუ მე წინასაარჩევნო ძალიან ბევრ რაღაცას დავპირდები ხალხს, ძალიან ბევრად დაპირებას მიცემ, მაგრამ არჩევნების შემდეგ არცეც არ ავასრულებ. რატომ? ანუ როგორც პრემიერი იქცევა, ისე უნდა მოიქცეს პრეზიდენტიც. კურსი ხო ერთი უნდა გქონდეს ჩვენ. გასაგებია, კი, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ხოცირა. მოსკოვიდან გვაქვს პრემიერი ჩართვა. მივესალმებით ჩვენს სტუმარს. გამარჯობათ ქალბატონი როინა მალანი ეგვერტება. პროსტიტუციის საკითხებში და რაღაც საკითხებში კომპეტენტური ადამიანი. დიახ, როგორც გავიგეთ, თქვენ პრეზიდენტობის კანდიდატი მზადებით ქალბატონ როინა. როგორია თქვენი გეგმები და ხედვა მოსკოვიდან რო გითხრათ პრემიერ ეფირში? მოგესალმებით ბატონო ჟიმი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენს გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას. დიახ. რაც შეეხება გეგმებს, გეგმები არის ძალიან დიდი და გრანდიოზული. აქაურ დიასპორაში მე მაქვს მხარდაჭერა ოღონდ კაცების მხრიდან ძირითადად. თქვენ ალბათ იცით ან გაგიგიათ რომ მე ლავროვთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. სერგეი ლავროვი? დიახ, კი ბატონო. და ჩვენ შირად ხვდებით ერთმანეთს და საქართველოს საჭიროებო საკითხებზე ვსაუბრობთ. და როცა არც არია ხანდახან სხვებსაც ვუშვებ მოლაპარაკებაზე. გასაგებია. ხო და რა მაინტერესებს? რისი იმედი გაქვთ? რისი კონკრეტულად რა გითხრათ ამ არჩევნებისთან დაკავშირებით? მადლიერების იმედი მაქვს ბატონო ჟიმნი. კი, მაგრამ რას ქვია მადლიერების? მარტო იმან რომ მომცეს ხმა, ვისთვის აქვს მე მაქვს პირადად მიცემული,
ფაქტიურად გასული ვარ და მოგებული მაქვს არჩევნები. და კიდე რაც მთავარია, მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველი წელი იქნება საშუალო, მეორე წელი იქნება უკეთესი და მესამე და მეოთხე წელი იქნება ახვიძელნი. რა თქვი მომესმა რა მე? არა, არაფერი არ მოგესმათ. მესამე და მეოთხე წელი იქნება იმენა ახვიძელნი. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა, კარგით. ხო და კიდევ რო გვესაუბროთ კონკრეტულად თუ კიდევ რამე დაპირებები თუ გარდა. კი ბატონო, ასევე აუცილებლად ყველა იქნება დასაქმებული. დიახ. პენსიონერებს ექნებათ პენსია 500 ლარი, სწავლა იქნება უფასო. და რა ვიცი, ახლა რა არის კიდე მაქეთ ისეთი კაიპონტი რა ხდება მაქეთ არ ვიცი ახლა. პონპონპონტებს პირდებით ყველანაირი საკაიპოს, რაც კაიპონტია ყველაფერს პირდებით და რა ვიცი ახლა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო რაინა რომ გამონახეთ რო და გვერდებით პრემიო ефиრში მოსკოვიდან. მე პირადად პირდებით ამდენი წელია და გესტუმრები და პირადად თქვენთან ჩავწერ პირად ინტერვიუს და ამიტომ დროებით გამშვიდობებით ბატონ გაგზავნებოდეთ. კარგად იყავით. ჟემნი. კარგად. მოკლედ კიდევ ერთი კანდიდატის მოსაზრება მოგესმენთ. ახლა ვნახოთ ვიდეო ვნახოთ თუ შეიძლება სხვა კანდიდატები რა დაპირებებს გთავაზობენ. გთხოვთ გაუშვით ცირა ვიდეო. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ მათ გათავისებულიც კი არ აქვს თუ რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს კარგი იუმორის გზნობა უნდა ჰქონდეს. რადგან დღევანდელ დღემდე ჩვენ იუმორმა მოგვიყვა. იუმორის გარეშე ვერაფერს ვერ შევძლებ. ჩვენ ქვეყანას იუმორის გარეშე ვერ ავაშენებთ. გამარჯობათ, მოგესალმებათ პრეზიდენტობის კანდიდატი ჟიმ ნიმედონია. ჩემი მოსვლის შემთხვევაში დაალაგდება სიტუაცია. დავიწყებ სოფლიო მასშტაბით გვიჟენიებს როსტოვი, მოსკოვი, ხარკოვი, სტამბოლი. ასე კიდევ რაც არის დიდი მეგაპოლისები. რუსეთთან მექნება აჯიკასარის ურთიერთობა. ხოლო ნატოსთან კი დავარქვა ურთიერთობებს მეგროლი ნამასალებს. დავიბრუნებ ტერიტორიებს და საქართველო იქნება გადაჭიმული ელარჯივით. ნიკოპსიდან ჩერეზულდიდამდე. ბოლო მომეცეთ მარტო რას მაგმედა გიორგი მოგივი მაგარ მომენტ. ქალი რომ შვიდშვილს გააჩენს, ის უკვე პოლიტიკაშია. მე 11 გავაჩინე. ფაქტიურად ნატოში. შემოხაზეთ ნომერი 38 61 37. ეს სახლის ნომერია. შემოხაზეთ ნომერი 27. დიდი მადლობა, ბრუნდებით, რა თქმა უნდა, პრემიო ефиრში ვიდეო ჩემი მეც მოგახსენეთ რომ ნახეთ ვიდეო რომ მეც ვარ კანდიდატი ერთ-ერთი პრეზიდენტობის. ჩემი კურსიც მაქვს, ჩემი ხელზებიც მაქვს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს ჩვენი კურსი არც დასავლეთით და არც იმენა აღმოსავლეთით და არც ჩრდილოეთით. ჩვენი კურსი უნდა იყოს ჩრდილო-დასავლეთით. იმიტომ რომ იგი ზუგდიდია. და ზუგდიდზე უნდა გადიოდეს ყველანაირი პოლიტიკური კურსი მე ვფიქრობ ასე. მეცინდა რომ ბოდიშით რო გაწოდეთ, ჩავერთო ახლა ყველა დაპირებებს, ყველა იძლევა დაპირება, ყველა შეუძლია. მე პირადად რასაც დაგპირდებით, იმას ავასრულებ. ჩვენ ახლა ვიძლევით პირობას იმისას, ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ვცლებთ მთლიანად ინფრასტრუქტურას. არა მარტო ქალაქის, ქვეყნის, რამოდენიმე პროექტი დავაპროექტეთ. და შეიძლება არქიტექტორი ყავს, პროფესიონალი არქიტექტორი, ბატონი არმაზი, თუ შეიძლება სტუდიაში. კი, ბატონო არმაზი. არმაზი სტუდიო თუ შეიძლება. ბატონო არმაზი. კი ბატონო. აი, მოვზანდით, აი ჩვენი არქიტექტორი ბატონი არმაზი. მოვზანდით. მთლიანად უნდა შევცვალოთ. მთლიანად მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა თვითონ აგიხსნით, ძალიან კარგი პროექტებია. ბატონო, ახსენეთ მაყურებელსაც თავარია. ბატონო არმაზ. გავაცნოთ? კი, გავაცნოთ ჩვენი პროექტები. სიგრაში არის, ესე იგი, ჩემი პროექტები ძალიან მეორე ვიმუშავე, მინდა გითხრათ და თამამად, არმაზ. შევცვალოთ ანზა. როგორ? შევცვალოთ ანზის თბილისის ანზაზე. ბატონი არმაზი. არა, დედაქალაქზე. და იყოს მაგალითად აი ტანზა. ტანზა იყოს ფეხებზე იდგას და აი უფრო ყალათ რომ იყოს ესეთ სიტუაცია. აი დაიღლება ეს ფეხები თუ არ დაიღლება? არა, ეს არ დაიღლება. არ დაიღლება, კი ბატონო. ეს ინტეგრირებული მუდმივად იქნება. ტანზა. აი პარლამენტზე არის მithქვა მოთქვები. ქალრამენტი.
ბატონო პარლამენტი. პარლამენტი დიახ, აი, წერდია და თვითონ ახალი პარლამენტი. ახალი პარლამენტი. სადაო რომ აღარ იყოს, უკვე ჩვენ შევიმუშავეთ ერთად. ზოს არ მოწონს და ესე მეგონი ჯობია უფრო. და მაინც შეება ქუთაისში ხო? ეგ უკვე მე არ ვიცი. ხო, კი ბატონო. მიდი. მაგასაც ფეხებზე ყოჩია გოინდა. და გიჟობ. ქართლის დედინაცვალი. აი, ბავშვ ქართლის დედინაცვალი რა? უბრალდება, ბავშვს უბრალდება. გაიწე იქ ეთორე. უბრალდება დედინაცვალი. ქართლის დედინაცვალი. ჩვენ შევიმუშავ ჩვენმა პარტიამ აი, ეულება. აი, კი ბატონო, კი ბატონო. დედინაცვალი არ ამის მეორე სამაქვს. მეორე ახალი ვარიანტი სამაქვს. ამის ქართლის ზედის. ქართლის ზედა. ქვედა არა აქვს რომ ტერიტორია მოვიდოს. ბატონო ჟიმნი მე მოვიქო. ქართლის ზედა რო იყოს უფრო თავისუფალი. ხახა იეროს და ქართლის ძალიან მოგვეწონა სხვადასხვა. ქართლის ზედა იქნება მარტო. ბატონო ჟიმნი რას გავს ეს ყველაფერი მე უკვე ძალიან შემიძლია ჩვენ 9 წლის განმავლობაში ჩვენი ტიმი 9 წლის განმავლობაში მშენებლობის და წინსვლის მეტი არ გვიგეთებია ქვეყანა. ძალიან და კორექტულად ისაუბრეთ ბატონი არ მოწ პროფესიონალი არქიტექტორია კაცო როგორ შეიძლება ბატონი არ მას სერიოზულობა ბატონი არ მას პროფესიონალი გეუბნებით შევწყვიტოთ ეს ყველაფერი ძალიან საშინელება ხედვა ნამუშევარია გუმბეთ გეუბნებით არ შეიძლება მეთქი გეუბნებით გადით არ შეიძლება მეთქი გადით პროფესიონალი მეთქი გეუბნებით მოკო ზირას კაცო დაკორდე ზერბანები რა სტოდია მაგას თუ ბარდაგანი გეკაფე რა დაჯეგი და ყაი არ გადაფრიე კაცო ტანძა ხო იცი რა ვამთავრებ გადაცემას და დუღარი გაამდა და დუღარი წყალი შეიძლება ვერ დავასწარო ესენი გებჟილობები ძირბაზი ტელემაყურებლებო ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირაში რა თქმა უნდა უფრო ცხელი და სკანდალური თემით ჩვენი თემა იქნება ტარიფთა ლიკვიდები და ქარაფშუთა ქალები კარგად დაგდებოდა დაგოდი გამოდი მე განახსენ შენდები ბინას უნდა მანერვიულოს სულ რა მთათიამ რა შტერიროვა და ჩემი ბრალი რო არის რატო არ დაუჯერე მამაჩემს მეუბნებოდა რომ არ არის შენი შესაფერისი დაფიქრდი ვასიკო ჯერ ჩააბარე კონსერვატორიაში და მთავრე მერე ოჯახი უთვინო რო ხარ ჩემი ბრალი თან არ არის სახში მოტრეული ორი დღეა სახში არ მოსულა დავდივარ და მანერვიულოს სულ გამოვფინი აქ ქალბატონის სურათები ეს მე გოგა და თათია ქორწილში აქ ერთად ვართ აი აქ მე თათია და გოგა მოტოციკლეტით ეს მე თათია და გოგა პირველი ღამე რო ქონდა გოგაც იყო გვიყურე უნდა დავრეკო თორე არ გამოვა ეს სიგრაფისი მამაჩემს უნდა დაურეკო იქ მერიდება მაგრამ ისე ამოვიდეს ხა ინებოს ალო მამი ამოდი რა ამოდი ხოცები ამოდი ნერვები მოშლი ამოდი ხა იწოდე ნერვიულობ ორი დღეა ნერვიულობ ხო ამოდი სასწრაფოდ ეგრევე წამოდი ეგრევე მიდი აფთხილებდა და მეულებოდა რომ არ გიდა იყო мама რა იყო გადამრიემა მიყო მაცალდი ამ ჩემს სახლში ყოფნა ხო შეიძლება რა იყო სულ რატო ტირი და ღნავი გამაგები თათი არ მოსულა ორი დღე სახშია და ნერვიულობ არ მოსულა ორი დღეა სულ ასე როდერ დაგინა რო იტირო კაცო არ გეუბნებოდი ჩააბარე ისავლე მუშაობა დაიწყე და მერე გათხოვდი თუ გაყევი ცოლად თუ მოიყვანე ცოლი ხო გეუბნებოდი არ დამიჯერე მომისვინაშვილო მე გაგაკეთე და გარი არ გჯერე რა ვქნა ეხლა მე თუ არ გჯერა გადაჭერა რა იყო შულო შენქვევი ცხოვრობა გე რემონტი მომისმე დამტირი ყოველდღე თავზე ხო ჩამოდის ცრემლი აღარ შემიძლია მამა ხო რა იყო ბოლო კაცო თქვენ საქმე მოაგვარეთ ეხლა თქვენ მე ვიმკითხავს ევას კიდე რა და ჟასპრიდო გავარიო სინოკ პაზვალ ხო მაცადე мама ხო შეიძლება ურთიერთობებს ვათმობ აგერ მოძმერებთან აი მოვა თუ არ მიზეჭი არაფერს ტანდი დაურეკავ გოგას ის არის ჩემი მეგობა ამდე თქვენი ალო გისმენ რაციკო ალო გოგა ვასობარ მიწერია ტელეფონი ხო ვასო ამოდი სასტრაფო ჩემთან სად ახარ ეხლა ბამბის ნაკინისი
ხანაკი ვასიკო. აუ ამოდი გეხვეწები რა თათი არ მოსულა საშუალო ამოდი ეგრევე ამოდი. ჭამა მინდოდა რა, კაი ხო დავხედავ ერთი ნაყის და ამოვალ. ანუ აქ იქნება ხო შაქარი და ტრიალებს ეს და ბამბისის არის. სახე გაწიე შე შობელწაღლო მოგაწყვიტავს თავს რა არის ეს გაიწიგე. გოგა მე რა ჯანდა ბავქნა არ ვიცი 112-შიო დავრეკო წინაზე დავრეკე ბომბები ათქო ვიხუმრე ხა შეიძლება დამიჭირო დავრეკო 112 ალო 112-ია წოლი დავგარგე ო მოიცადე არ არის აუ თქვენც მეკაიფებით თავი დამალებეთ საერთოდ პატრულიც მეკაიფება შემოდი ვინახარ შემოდი რა ხდება ვასიკო რა ხდება რო დამირეკე გული გამისკრა ვასიკო ხომში და თათი არ მოსულა სახში 2 დღეა შენი თათია ვასიკო ო და ამეშინია მე შარში არ გაიხლოს არ იჩხუბოსთან მე ყოიცი რა შარიანი გოგოა რა ტიპი ხარ რა ვასიკო თავიდანვე ცუც რატო ფიქრობ კაცო იქნება ავარიაში მოყვა და რეანიმაციაში წევს ხო მართლა გაიცანი ჩემი ამხანაგი ეთო ის შენი ამხანაგი უიმე დამჭა ისა ეთო მოდი ეთო აი ჩემი მეგონა გაიცი ჩემი ამხანაგი ამას ხო ვიცნობ კაცო ჩემ ქორწილში გამარჯობა ეთო გამარჯობა ვასო გამარჯობა ეთო მე გითხარი გამარჯობა ეთო გამარჯობა ვასო ხო კარგი ამხანაგი მყავს ამას ვიცნობ საიგენის ჩემ ქორწილში არ ყავდა ეს იყო რა ვიცი აჯანდა ბავქნა არ ვიცი მიდამარიგეთ რა ხო კარგი გოგო ავარჩიე ვასიკო ისე უკეთესი შეგეძლო მეც უმკითხავ უკეთესი შემეძლო კი უკეთესი გენახა ჯობდა ბოლომდე ახლა ესეც არ მყავს ნანახი მაგრამ რა ვიცი მაინც კარგია მოდი ეთო დაძე მოდი ვასიკო ნუ ხარ ეგეთი ტიპი რა რა უქნა ნუ ნერვიულობ სულ ყველაფერზე და ნუ იმას შვები რა მაგრად მევასება ვასიკო ჩემი ეთო რა რა გევასება ისე გამონათქვამი რო არის სიყვარული ბრმაო მართალი ყოფილა რა მართალი რატო ყოფილა ვითომ შემოგხედე ვასიკო რა დღეში ვართ რა გაუცაძლის მდგომარეობაშია ეთოს ქონდა 3 დღის წინ ვასიკო დაბადების ხე დაჯექი ეთო რატო არ ჯდები რო ჩემი ეთოა ჩემი გამჭირველი მე რა რო ხო რა ჭადარის ხე ვაჩუქე ჩემ ეთოს ჭადარის ხე ვაჩუქე ჭადრის ხე რატო აჩუქე რავი აბა ყვავის ვერ ხედავს და ჭადარს ხო დაინახავ და მაგრამ მე რა ვიცი რაღაც შარს უნდა გადაეყაროს ეხლა და რაღაცა უნდა იმასკრას რა ახალგაზრდა გოგოა და თვალსყალი დაალევინა გაიარა იქნება ხო შეიძლება შენ სუგა გიждდი შენ სუგა გასკე რას ქვე თვალსყალი დაალევია რატომ მომიყვანა მაშინ მე თუ მღალატობ და აუ ეხა თუ მღალატობს იცი არ ვიცი რას უსაუთ ათიას კარგი ვასიკო რას ღალატობს არა კიდე რა ღალატობს იცი რა ის არის რა ქვია მე კაცთანე მართლა ვასიკო აიმე აჯანდა არ ვიცი არა უშავს ვასიკო ნერვები უკვე კარგი ვასიკო და ეთო რატო არ ჯდები დაჟექი რა ვასო რაგიდა მაგან თუ ეგრე გააგზელა ოჯახი უნდა შეარყიო რა რა ოჯახი უნდა შევარყიო აბა დანგრევის წავის შეცადა გაკ პიჩო იმურის გულობა ხომ უყარს გოგოებს გენაცვალე შენ დავაშო ტელეფონს პასუხობს ნუ ნერვიულობ გეუბნები რამდენჯერ უნდა გითხრა 3 დღეში გაკ ვიოლინოზე გამოსვლა კონცერტი გაუფრთხილდი ცოტა თა რა ვიოლინო სადღა მაგ ვიოლინო რატომ აი რა არის და ლომბარდა ჩემი ვიოლინო მართლა ვასიკო მე რამდენად უნდა გავაკეთო ოსასუნა მოიგებს მოიგებს არა და გაუსხა ოსასუნა დავრეკო ერთ ტელეფონზე იქ მაიღოს დაუშვეროთ შენს ვასიკო მობილური ტელეფონი გამორთულია აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდანო ზონიდანო ვინ არის ვასიკო ზონიდან ესე იგი დაიჭირეს ჩასვეს ზონიდან და მე გაიქცა შეიძლება ვასიკო რა ვიცი რა არა ვაიმე ვასიკო მოვიფიქრე რა მოიფიქრე ხო არ დააყაჩაღეს ვასიკო
სამკაული ეკეთა რამე ხელზე? კი, ხელზე ეკეთა, რა ეკეთა? კასტეტი. კასტეტი? კასტეტს უმიხსენებ რამ წარედ მახსენდება ისედა. რა ვქნა რა. აგე მოგივიდა ქალბატონი. მოსკო! მოვიდა. მაგრა დადექცე. მეზობლებო, გამოდით უნდა დაგთვალოთ თქვენი. აუ. ეხა კაცი ხარ, ვასიკო და ცოტა უნდა. აი, აკედა, კალო ეხლა ქვარ გესლო რომ შეყავი თავი მეთქი. არა მოვიდა ეში ეს სამეზობლო. ეხა ნახე. მოსკო! ბარტყი მოვედი, ბარტყი! მომძანდი ერთი ქალბატონო. ნუ აი შენ და ჭირი. როგორ მიმომენადრე დო? როგორ ხარ? თვალია შეხედე. რა მთვალია დო ლიმონათია. ესე უნდა დავხდე, ეხლა ესე უნდა დავხდე, მოვედი ცოლის სახში. არ მომეკარო საერთოდ. მოდი აქა. არ მომეკარო, გაინაღდე შენი და ეხლა გულავ. თავი დამანები არ. რაღაცია ბიჭო. რამაცია და რაც მაქ. რამდენჯერ გიხარი ამ შარვას ნუ იცვამთქო, ხო იცი რომ მეზიზღება და დაგიჭრი ერთხელაც იქნება. თავი დამანები. მოდი. რა, მოწიე სიგარეტი? რა შეისახმია? მოწიე სიგარეტი? არა. თერი დღე Facebook-ში ხარ და ალაიგებ შენ ბოზმაკაცებს? ვა, ბრუტიანების სასტავი გაეძრო. მაგარი ჯიგრები ძან. დიახაც ჯიგრები. ისე ვასკა ის ნაღდია ხო ის გამონათქვამი. ყველა გარშოქსო თავის სახურავი აქვს, ა? მე ჯიგრები ვარ, გარშოქსა რა იმე. კაი, გამიშვი, შენზე გაბრაზებული ვარ, საერთოდ არ დამანები. ეხა ნუ მეგრუზები. ეს რა აქ უყურე. ო, აბა, თქვენი სახელი? ეთუთა. ეთოძა. ეს რა არის? მაგარი კიკირა გაქვს ეთო ძაგი. აბა რა, დიახაც. ვანგი ხარ იმე. ეს რა არის? ეს რა არის? და უპასუხე. ისა, ბარტყი. ეს რა არის? რა უნდა იყოს ხო ეხა საძმაკაცო მითხრა რომ ის სეილებიაო რა მაღაზიაშიო და დაუთრიეო რა. ეს ჩემი ზომა მერე ამ ხელა? ზომა, რავი, გამყიდო სამოვაცვიდო და მეთქი რაღაც შენი ზომის კაცი იყო და მე მგონი რომ მოგერგება თან ბარტყის ამთარი მოდის ცოტა დიდი რაღაცა თუნდაც იქნება. გამარჯობა. გამარჯობათ. კაცო, ჩემი საწმერთული თუ შეიძლება რომ გასაწმირთული დო მიჩა. ნიფხავი რა. ჩემი. ადი ეხლა და ესა გამყიდველია თნაბუს. რას ნიფხავი ვიღო მიდი წადი წამოსექი სადმე რამე საკ. გააკეთე ჩემი. ვინო ხარ ძმაო შარძი ხარ ოჯახს მიგნებ ბედნიერებას რა არის ვერ გალატობ ხო ესე? არა ცხრაფუშ რას გალატობ კარგი რა შეწკიდე. გალატობ, გალატობ. მე ჩემი ზომა. შენი ზომა თბილად იქნები ზამთარში ამოიცი ვაფშე ამოიცი ნახე რა მაგარი რაღაცაა თო შენი ზომა გადაიკეთე თბილად იქნები ზამთარში არც გაცივდები არც არაფერი აი ესე იცით აი ზუსტად ქალები აიმე ბარტყი რა მაგრა გიხდება ხო უხდება თეონა ჰა ეთო თეონა ერთდე ეთუთა ქვია ჩემს ეთოს ძალიან მაგარი ხარ ვასკა ძალიან მაგარი აი ესე იცით დიახა შენ გაინაღდე შენი და ეხა ბეგებზე კიდი ვარ დიახა თავიდან მაკითხავდი ვასკა მიყვარ ხარ ვასკა და მომიყვანე სახში მიდი ვასკა საერთხი და რეცხე მიდი კვერცხი შემიწვი მიდი ღვინო გადაიღე მიდი ძმაკაცები მოდიოდი ეტაკები მოხეხე დამპალო მიდი ბავშვი იხედე ვას მართლა ბავშვი გამახსენდა თო გამსაღამოს რაზაგეთებ გოჯი რაო ბიჭო რასაგეთებ მეთქი წელი მტკივა რა წელი მტკივა შენ ხო არ უბერავ ეხლა ეს მაგას ატრაკებ რა შენს რა წელი მტკივა არცალია შენ ხო არ უბერავ მართლა აბა ეხა დროზე უტიანები აბე სალომდე ეთერა ხარ თუ ვიღაცა დავაი ხმოქით მოჩახ მასპინძელო გამოდი ეთო აგინა ჩვენ ამ სახში არაფერი არ გვესახება მოდი ეთო მოდი არაფერი არ აი შემიყარები წამოდი ეთო ერთი წუთი რა ეთერ იზვინი რა შენი ნერვები აღარ მაქვს გავუშვი მაგარ დავაი მოხიეთ ეხლა რა აუ ჩემი ესმინა აუ ბარტყი ეგნი ფხავი ძალიან გიხდება და ძალიან მაგარი აი დამანებე გითხარ ერთხელ წელი მტკივა всё არ მომეკარო всё აი რა გტკივა აი всё რა გტკივა ბიჭო წელი მტკივა შენ ხო არ უბერავ მარლა რა გაახურე საქმე ხან წელი გტკივა ხან დაღლილი ხარ ხან ფეხები გაწუხებს ხან კაცური გაქვს არა მოხვედი კელში
ერთი წუთი რა ხდება გოგო? რა ხდება რა იყო? მანახე ჩანთა მანახე. მე ვერ მეტყვი წესიერად. მანახე ჩანთა რა ხდება? აჰა. ო ეს რა არის? ხო. აუ ჩემი და ქაიცინა შემოვიდეს რა. მარე სადა ხარ? შემოვიდი. რამდენი გეძები ფონი ჩავედი რაღაცა ოთახში. ბიჟუგი იყო, გულიგების და შემიჩი და გამოვარდი. მე მეწეს პადვალიაო, იქ არ არის კლუბი. აი გიხდი გოგო რა კიდე და პადვალში. წამო რა შე ხალხი მიდია? გოგო შემოვიდი. შემოვიდეს ერთი წუთი და ეს არის კლუბი? ჩანთა მანახე ერთი წუთი. რა ხდება? გეცახა ხარ? არაფერი არა. მანახე. არაფერი. აქეთ მოდი ეს. აი მე მეგონება? მეგონება? მეც მეგოთუნებ? მეგოთუნებად? ჩანთა მანახე ნორმალურად. ჩაიხედეთ. ეს რა არის? ესა თვალებზე შესასხმელი რადგინა ეს არის? არაფერი, დეზოდორია თავდაცვის მიზნით. თავდაცვის მიზნით. ეს დანა რადგინა? ეს თავდაცვის მიზნით. თავდაცვის მაწმები არ არის? კარგი შედი მიდი. გაიციეთ რა? მოდი. აი მე რა უხეში დაცვა? შემოდი რა, სათხარ ამდენ ხარ დაჯერ. სალამი. გავერთოთ დღეს მაგრად. აი მე თავზე უნდა დავიხო ყველაფერი. აი მე დენი თამაშობს. მასივერი გამორთეთ, ალბათ სვარ გაგვიღასაც ჩართული. გამორთე, დიჯეი. თანები, თავი გოგო. აბა რატო თამაშობს დენი? რა გინდა? თამაშობს იმიტომ რომ დისკოტეკაზე ხარ. ვატატაია, რა кай მუსიკაა, ვატატაია? რა თქვი? ეხა რა თქვი? რა кай მუსიკაა თქო? არა, მოიცე, მანამდე რა თქვი? ვატატაია. რა არის ვატატაია, გოგო? ვატატაია, საერთაშორისო სიტყვა არ არის? რა მოიგონე რა ვატატაია? რა ვიცი, ჩვენთან სტუმრები რომ მოდიახება და ჩემი ესე ხდება ვატატაია, სტუმრები ვატატაია. კაკიშტი. რა ვიცი? რა ვატატაია, გოგო, წესიერად ცუცუ აპარატი, ცილი არ გაიგოს არავინ. მომისმინე ხა. კარჩე, აი, ძალიან სერიოზულად თუ გინდა რომ ბიჭი დაკერო, იმენა რა უნდა ქნა, იცი? შემომხედე, გოგო. აი, ძალიან ისე ორიგინალურად უნდა მოიქცე, აი რაღაცა, აი, განსხვავებული რაღაც უნდა გააკეთო და ეგრევე დაიკერება ბიჭი. განსხვავებული? აი, ამით უნდა მოიფიქრო რა. რა საკეთებ? ვაიმე, მარე სირცხვილია, გოგო, ჩამოწი. მოდია, ეგ არ არის განსხვავებული, გაჯექი. ო, უკაცრავად რა. მამათეთ, მამაჩემი მეგონეთ. აი, გოგო, ეგრე არ შეიძლება. ყურადღება მიიქცეთ, ხო, მე ის კი არ მიქოს შეახტით, ხო, გაგიჟდი? აი, რა უნდა ქნა, იცი, ახლა ნახე, აი, მომისმინეთ. ჩემს უკან რო ბიჭი ზის. ხო. აი, ნახე რა ქენი, ახლა მიდი და რამეთ დაპატიჟე რა, ან ლუდიშეს თავაზე, ან რაღაცა ისეთ და გაუღიმე ნაზად. აბა მიდი. მიდი, ახლა უნდა დაიკეროს უეჭველი. ბარმენი. აი მე ჩემ ბიძაშვილს მოკლავ რა. ერთი კვირა ჩემთან ცხოვრობს, ქუთაისელი ბიძაშვილი რომ ხოს, ხო იცი? ლიკა. ამ კიდე კილო რა. ბარმენი. შეიძლება ბლუდი, ერთი. დიახ, ერთი. ერთი ბიჭი უნდა დაპატიჟო, ერთი. გაიგიმე, ახლა ნაზად გაიგიმე და მიდი დაპატიჟე. ჰეი! ჩემგან ლუდი საჩუქრა დაროგა, გაიძიეთ! გაიმე, გოგო, გაგიჟდი? რეებს აკეთებ, გოგო. აი, ნამბატიო, რეებს წამი, გვაპატიეთ რა. რა გაპატიო, რეებს აკეთებ, გოგო, ახლა მშვიდობა. რა, გოგო, ეს. უკაცრავად გვაპატიეთ, ძალიან გთხოვ რა, თქვენ არ მოგსვლიათ ეგეთი რაღაცა? რა მომსვლია ეს რა? აი, მამათიეთ რა, აი მე რას რეკატალია ისე არა? ეკაიფები თუ რა გჭირდება? აი, მამათიეთ რა, მართლა არ მინდოდა რაღაცეთ გამოვიდა. მე მეგონა პირი რო გააღეთ დალედით უცებ და რა ისეთი თუ გავგირა. მამათიეთ. აი, მამათიეთ რა. კარგი, რაჯი. აი, რა დამემართა. ეს ყველაფერი რო დავივიწყოთ ჩემთან გეპატიჟებით. საათ ჩემთან ვეპატიჟებ? ჩემთან სახში წავიდა და ნარდი ვითამაშოთ. მერე ვისასაუთ. ეს ნორმალურია?
შორის. და ნარდი გაშუაშია, ვერ გავიგე საერთოდ. ნარდი რა ვიცი, გაგვეთანავე, ცოტა გავიხსნებით უფრო. აუ, კარგად იყავი რა, შენი ჭინიმი არა მაქვს, შენი ნერვები რა. კაცრავად რა მოყვეტია. აუ, ბიჭო, ეს რა მიქნა? აუ, ერთი ძმა, ზურა, ხილი და ამისველე რა, ერთი პატარა წყალი რა. გაჩვენება ტელეფონი ერთი. ამისველე. ო, კაი. ცოტა. აუ, ბიჭო, რა მიქნა? ო, გაიხარე. აი მე გავგიჟდები, არ ვიცი რა, ამის არ მოწვე შენს გამოში, ახლა ამის დამნაშავე. მე რა შუაში ვარ, გოგო, ნორმალური ხარ, ებს აკეთებ, ვერ ხედავ? ყველა შენ გიყურებს და მე ვინ შემომხედავს? და მე იმიტომ ვიყურებ და ნორმალურად ვიქცევი და შენ რანაირად იქცევი? მაშინ თვალები დააელამე. დააელამე თვალები. თვალები რატო უნდა დავაელამო რა? დააელამე. აჰა, დავაელამე. მე მოწიეცი? რატო? ამოწიე. ეს გადაწმინდა რა. ეხლა მაინც მომახციეს ვინ ყურადღება? რა, ესე ვიყო? დიახ, არ დავიჩtildeები შენს გვერდით. აჰა, ვიდეო. მაინც არ გამარცხია. შეიძლება თქვენდა ცეკვა? შეიძლება ხო? თუ დავახმახარ ჩემთან ცეკვაზე, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია პირველ რიგში. და რა თანახმახარ ჩემთან ცეკვაზე? მაშინ მინდა გითხრათ, რომ მაინც ტრადიციული სიტყვებია და მაინც გავიმეოროთ. ხარ თუ რა თანახმარ ჭირში, ხინში და გაჭირებაში, უკიდურობაში იყო ჩემთან. ცეკვის დროს, სანამ ცეკვილია მოგაშორეს, ხარ თანახმარ. აი, მოვიცავი. დაჯექეთ წამს. მომისმინე ხა, მოეშვი, დავივიწყოთ ვაფშე ყველა და ჩვენ დავჯდეთ ისე და დავლიოთ აი ძალიან მაგრად გავერთოთ. კაი? კარგი. კაი, ორი კოქტეილი თუ შეიძლება. გავერთოთ ახლა ძალიან მაგრად, დავლიოთ, დავთვრეთ და აი უნდა ვიგულავ. ყინულით ხო რა, თუ შეიძლება? კაი, ნუ ხარ მოწყენილი რა გჭირს რა, გავერთო. აი, ნადიულობა პირველად ავარ ესეთ ადგილას. დიდი მადლობა. მადლობა. აიყვანე რა. ვაიმე, მარეხ, რა საკეთებ? მარეხ, სირცხვილია, რა საკეთებ? რატო გააკეთეს? რატო გავაკეთე 12 მარკის ეს კოქტეილი დამათმაცა იყო სახში? შემინახე რა? შენ არ ახარ ნორმალური მე მგონი. დავიცი, აბა რა გავაკეთო, არ ვიცი. აბა როგორ მისავქნა მივიქციე ყურადღება. დავიცი, ეგენი შენი სექსუალ რაღაცები შენაკეთებ ხოლმე რა. რაღაცები მე არ ვიცი. კაი, მაშინ გასწავლი. მომისმინე, აი ხა ნახე იქით, ნახე რამდენი ბიჭების ხონდან გახედე. აი ბიჭი თუ გინდა რომ დაკერო, ხო? აი ესე კოქტეილი უნდა მოსვა. თვალებში ჩახედა და აი ესე ნახე მიყურე, აი ესე ოდნავ აი ასე კბილით უნდა ტუჩი მოიკპიტო. აბა დაი ძალიან აზად და ტუჩი მოვიგრეთ და ძალიან აზად? აი ესე აი. აი ესე, მიდი. აუ არ არის კიდე კოქტეილი? მასე. მიდი. რომელი? მიდი, აი იასამ ფეგზე დარვაცია. ამაზე? ჭიკარი. ჰეი! ჰეი! ვაიმე, მარე, აირა. ვაიმე, დედაია! ჭირინი გაჭირეთ, ვაიმე, თუ შეგიხვიდე. აი, არა უშავს, ხო? რატომ მასწავლი ეს რაღაცებს? არ მაგამომდის. ნაზად უნდა გააკეთო და იმიტომ. არ ვიცი, შენ მოიფიქრე, ვინმე შენი საკენი რა ქვია, რომ არ შეგურჩენება მქონი, ააგდებ თუ რაღაცა. მე მივივალ. აი, მაშინ ესე ქენი მომისმინე. მიდი ახლა რომელიმე ბიჭთან და იმენა აი ძალიან სერიოზულად ააგდე. აბა ხტო? მიდი, აბა თუ შეძლებ. ამიჭირე? ვაიმე, ბიჭო. მარე, გეგრი არა, კარგი რა, გაპატიეთ რა, უკაცრავად. აუ, ძალიან. ერთი წუთი შენ შემოგევლე რა. ძალიან დიდი. ააგდე, არ მითხარი? ააგდე, ხანაირად უნდა გაგეკეთებ და დაჯექი. რა ვიცი. მაბატიეთ რა, ააგდეო, თვითონ მითხრა.
გამარჯობა. გაგიმარჯოს. აუ, ესე რატო? შეიძლება რომ გავიცნოთ ერთმანეთი? არა, არ შეიძლება. ვიცი რატო? რატო და იმიტომ. შეგიძლია აი ჩემი და ქალი გაიცნო. შენი და ქალი, კარგი. გამარჯობა. შენი გაცნობა შეიძლება? დიახ, მომწადით. მომწადით რა, აქაო. რა? თქვენ რა ქვიათ? მე გიორგი. მე არა. ეგ უკვე კაია გიორგი რო არ ქვია, ეგ კარგია. შენ რა ქვია? მე მარეხი მქვია, სასია მომნოა. მარეხი, ჩემთვისაც მართალია, ჩემთვისაც. შეყვარებული ხარ თქვენ? არა, შეყვარებული არ მყავს. საყვარელი? არც საყვარელი არ მყავს. მეუღლე? ძოლი? არც მეუღლე არ მყავს. დედა? რავი, დედა მყავს, ხო, რა, გაშუაში. როგორ არის დედა თქვენი? კარგად? მომიკითხე პირზე კოცნი, ძალიან გაიქალია მიყვარს. კარგი. ხუმრობა გიყვართ თქვენ? ხუმრობა როგორ არ მიყვარს ხა, რავი, ხუმრობა მიყვარს რა. ძალიან კარგი, მე ძალიან მიყვარს. კარგია. ვისა ბიჭი ხარ შენ? ლერისი. შენი მეფსი მამაშენს? შენ მიღადავები, ესე გადაობ შენ? ისე თქვენ ახლა მეგობრებს სულს ერთობით. კაი, ხო წამო რა ვიცეკოთ რა. კარგი ვიცეკოთ. მოდი. მე დაგითხრათ რომ ჩემთან თუ იცეკვებთ, აქცია გვაქვს ჩვენ. ცეკვიდან პირველ საათში თუ დამკირებთ, საჩუქრად გადმოგესწრებთ ჩემი და ქალი ეკა. ხოლო ცეკვიდან 3 საათში თუ მომიხვანთ ცოლად, პირველი სამჯერ ნასხის გახდა არის უფასო, შემდეგ შეღავათები ეგნება. შენ აღარ მოწი რა. ძმობას გაფიცე. კაი? ეს ვინ არის? სად გამომიშვი დაიკო, ვისთან მიშვი? წამო რა გავერთოთ ვიცეკოთ აი ძალიან, მაგრამ ვიკრიავ და ბოლომდე. ვიდი არაფერი ამინა, ვიდი კაცო. აი, მარე წამო ვიცეკოთ. მოდი რა, ნუ გიტყნება. ისკეთი კარგი შემა. ვეცეჩხარა. ცოტა ნელა იცეკო, მომისმინე, აი ტემპში ნახე ნელა ცოტა, ძალიან ჩხარა ცეკვა. ხო, მაგრამ აცაზე სახში უნდა მივიდოთ, აი მანამ მომკლავს. მოვასწრო აცათან მე მინდა ცეკვა. აი მოასწარ მინდა. აი მე ასე არ მოვწევს რა. შენი დისკი სად არის? შავი 24, ვისია? ბონგა შავი, გარეთ რო აყენე. შავი 24 ჩემია. მე სადაჩერე, თუ გააჩერე რა ნორმალურად გივას რა. ისა მიაწექი და გაგორდება თვითონ. როგორ გაგორდება თვითონ, როგორ? ჭიშკარში არა ჩაგდებული, არ ვაგდებ ხოლმე. რატო? მაინც ხოლმე არ მოვაგდო, მე რაღაცა ჩავაგდო. ისა თუ გრული დაგჭირდა მოატრიალოთ ხო? ადვე გასამოიღეთ ფანჯარა ჩამოვარდება, მოატრიალოთ და გაგორდება თვითონ. არი, რა ჩემი. აი მე მუსიკა არ მოწონს, რა ჩემი მუსიკა ჩავდოთ. აი ეს ნახე? აი ეს ჩემი საყვარელი ისა რა ქვია მომგერალი. იცი როგორ მიიღავ, გაგაძები ჩამიდე და აი სირცხვილია რა გაგაძებია. ჩარტე ძალიან მაგარი მუსიკა. ჩარტე. აუ მარე. აი მომეთ. ამა შეგინახავ სახში მოусმინე, კარგი? დამპალი. მე ტელეფონი მირეკავს. ალო! აი მე არ მესმის, ჩაუძიე, DJ, ჩაუძიე რა. აი მე არ მესმის არაფერი, მაღაზია მუსიკა. ალო! აი
მაიმე ჩაუძიეთ რა. ჩაუძიეთ. ალო. გისმენ. არაფერი არა კი. სად არის? შავს რა. არაფერი არ ხდება, რა შევქი ჩაქრა და აიხება ისე. ბიჭო რა არის? ვიგავი, არა ვიხეთ. გაუშვი რა. ვიგაუშო, ბიჭო, ჭკვიანად იყავი, ნორმალურად იყავი. მარეხი, რა საკეთე? მაიმე რასულელი ვარ. თვალეთში ვიცეკვე და ახვეწევი, ამის ახუნა მეცეკვე და თვალეთში მომეცი, ამერია. ხა, просто ну ღელავ და რაღაც დაბდურასავე დადიხარ აქეთში. მაიმე რა კაი ნამცხვარია, ჩვენ სხვა ვეღო. ავიღოთ ბაზარი არა. ორი ნამცხვარი რა. არა, ნაჭამი ვარ ძალიან და აღარ ჩემი ვამდენი ნამცხვარი. ანუ აღარ გინდა? მოვიფიქრე. Всё, დასაკეთე. დავკეპნე საჭმელი და ის უკვე ჩავა. გოგო შესუგი. ორი ჩვენ რა ვიკეთეთ ხო? და რამე გიჯური კოქტეილი დამისხით. დიდი მადლობა. გიჟური გვაქვს სექსი პლაზი. სექსი პლაზი? მე პატიოსანი გოგო ვარ, ამიტომ მაშინ გამიგედეთ სექსი პლაზი ქორწილის შემდეგ. მაიმე რა საინტერესო დიჯეი ხარ? კოქტეილი? კოქტეილი. მაგეთებს ხო? კიდე სექსი პლაზი ქორწილის მერე? მე არ მინდა შენ დალიებ. ტაქსირო. შოუებს არ აკეთებ? ძალიან მიყვარს შოუები ბოთლებით. რა ბანძია? ეგრე არ უნდა, არ იცით თქვენ. თქვენ ეთქმა ბარში არ გიმუშავეთ, ეხლა განახებ. ეხლა გავახეთ მასტერ კლასს. გამოდით ახეთ. ძალიან მაგარი მასტერ კლასი მინდა განახოთ. აი ესე. საბოციდეთ. უყურეთ. ერთი წუთი. აი უყურეთ. ორი ბოთლი აქეთ, ორი ბოთლი იქეთ, მე ადრე დიჯეით მუშაობდი და იცით რა მარტივია? ცივად იყავი? არა, აი უყურეთ. აი მე და აი გოდიში რა უკაცრავად. ერთი წუთი. მოდი აქ. აუპა. პიცა კოლოდ? არა, მოდი. შენთვის ვარ მაგარი რაღაც. რა? მომან ჩუმად იყავი ხე. ხელი გამომიწოდე. ეს დალი. და ყველაფერი კარგად იქნება. ეს დავლიო? დალი. არ უნდა არ მიაყოლო არაფერი. არა. აი რა კაი რაღაცა? რა არის ნუშპა? ექსტაზი. ექსტაზი რა არის? ექსტაზი რა არის? რა? ექსტაზი დალიე? ხო რაღაც ეთქმა წნევი გამწევია. ექსტაზი დალიე? ხო დამალევინა. რა და ექსტაზი დაალევინე? არა, ნოშპა. აუ, საღოლ, просто ამას თუ ექსტაზი დაალევინე, მართლა საღოლ. აი მე ძალიან ცხელი რამე დამალევინეთ რა. დაჯექი რა გეცოტები? აი მე და მარეხი ერთამ დაჯექი მომი. ცეკვა მინდა. დაჯექი ერთამ, აი მე მიშვენე. აი ცეკვეთ რა. აი რა კაია დისკოტეკა. აი მინდა რა. გალიე. ვიცეკვე რა კაია დისკოტეკა. ჩამოდიშე, რა როგეურე. რა კაია დისკოტეკა. რა კაია დისკოტეკა. ვაიმე, საწავიდე, ჩემი და ქალი ისჩერე, გავკარგე? მარე! რა ვიცი. სად არის? სად არის, რა ვიცი. ჯერში ვარ. გოგო, ჯერში რა გინდა? ხობლება და ჯერში ვაწყობ.